სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო კარაკი არა გვაქვს. როგორ არ გვაქვს მალხას დამავიწყდა უბრალოდ დადება გამოვიღებ. იჯექი გამოვიღებ რა, ნუ 10 ჯერ გითხარი ნუხტები მეთქი. ეს მის რო. და თქვენ ზარის ხმა არ გესმით? მაცადე, მოგავა. ვაა, მოდი. დილაობით სტუმრებს ხომ მიგებთ? ვიღებ, კი. როგორ ვარ? კარგად. გამარჯობა. გამარჯობა ირაკლის. როგორ ახალ? არადგეთ, კარგად ვარ, თუ ადგებით ინერვიულებს. აი ეს იგონერებულებს ჩვენ მთელი დღე არის შვენებს რა. კარგი რა. მითხარი ხა ჩაის დალევ თუ ყავას? არაფერს ვისაუზმე უკვე თქვენს მოსაკითხად მოვედი. მე რანაირი ბიჭი ხარ? რას მართალია, ძალიან კარგია. და მორიდებული. კარგი, ამას მოусმენთ. აბა მითხარით, როგორ გაქვთ ფეხი, ხომ არ გაწუხებთ? აწუხებს რომელია? მთელი ღამე ადგილს ვერ პოულობდა. კარგი რა მალხაზე. ხა იცი რა, ცოტა მოძრაობისას ტყივა ბუნებრივიცაა ხა, ნუ. მე თქვენმა შვილმა არ იცის რომ მაგას ვარჯიში უნდა. ვასწავლე ვარჯიშები, მაგრამ რა დგინდა აკეთებს? ყოველდღე იწყებს ხვალიდან. ხო და ახლა მართლა ხვალიდან დავიწყოთ ოღონდ ჩვენს ცენტრში. ой არა, სად შემიძლია ხა მან სიარული, არა მეზარება. კარგით, რა შეიძლება უნდა, ნუ და ან ნიკას გამოყვებით ვარჯიშის მერე, ან მე წამოგიყვანთ. არავითარ შემთხვევაში. აი ესეთი ჯიუტია. ჯიუტი არის თქვენთან. მაგრამ მე როგორც ტრავმატოლოგი თუ ვეტყვი რომ რეაბილიტაციის გარეშე ბევრად უფრო დიდი დრო დაჭირდება ფეხის მოშუშებას, მე მგონი დამიჯერებს. 2 თვე. შეიძლება მეტიც. 2 თვე, 2 კვირის პირისპირ. 2 თვე ესე ნამდვილად მართლა ვერ ვიქნები. აბა რა. მოკლედ ვიწყებთ ჩვენთან. ოქროს ადამიანი ხარ ირაკი. ხას. კარგია. დე, დაუსხი რა ჩაი რა. ბებო, გინდა კიდე რამე? წყალი რაბე. ეხლა მოგიდა. დედა, ძალიან ხო არა თავხედე, მთელი დღე კომპიუტერში ან ტელეფონში შემძვრალი. დედა, ხო იცი, ეხლა რთული პერიოდი. ვიცი, დედა, ვიცი. ხო და იყოს როგორც უნდა, გადაულეს რა. საერთოდ არაფერს არ ვეუბნები. მაგრამ ძალიან ნერვიულობ. თან სიმართლე გითხრა, არც ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა. ვიცი, დედა, მეც ნერვიულობ. აი ზუსტად გუშინ მკითხულობდი მაგასაკის ბავშვების პრობლემებზე და აი ისეთი ისე რაღაცები. მეშინია, რომ ამასობაში თვალები არ დაიავადოს, მთელი დღე კომპიუტერში ყურებით. არა, დედა, არაფერი არ მოვა, ნუ გეშინი. შენ მითხარი, ეხლა დღეს რა გეკნები გაქვს? დღეს ჩვენთან მოდის რუსა. მართლა. როგორ მიხარია იცი თქვენი ამბავი? რა კაია შენი საქმე რო გექნება? მე ძალიან მიხარია და მაგრამ სიმართლე გითხრა ცოტას ნერვიულობ, არ ვიცი გამოვა, არ გამოვა. აქამდე ყოფილა რომ რამე არ გამოგსულია. რა ვიცი. აი და ყველაფერი კარგად იქნება. შემოსიხარ. მოდი რა ყავა დავლიოთ მე და შენ. თუ რუსასთან ერთად დალევ. არა, გავლიოთ და მე ნახოთ. აი წყალს მივდან ელენეს და გავაკეთებ. კარგია შეცდომა. რა? ხო. ბიჭო არ ვიცი, მაგრამ ტელეფონში ისეთი ხმა ქონდა რომ არ ვიცი. არ ახებს ე. დააბრახუნე, აბა. აი მესმის ძმობა რა.
10 წუთში აქ რანაირად გაჩდით და გვეღადავება? დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ გველოდებოდი? რა თქმა უნდა, დასხედით ნამცხვარს მოვიდა რა. მგონი ჩააჭოილა. ბოლოს ხილიც თუ შემოიტანა ცუდად რა ჩვენს. აუ მე უკვე წასვლაზე ვფიქრობ რა. რა სახეები გაქვთ? ბიჭო, რა ვიცი, ცოტა უცნაური პონტია და ვერ გავიგე რა ხდება. ცოტა? მე საერთოდ ვერ ხვდები აქ რა გვინდა. ეხლა დავასხავ და ყველაფერს გეტყვით. აღნიშნავთ რამეს? მოცოდე რა. ცოლი მოიყვანე? აბა შამპანიურს ტყუილად ხო არ ვიყიდით? და სად არის? მალა. ეხლა ხედავ რომ აიმუნებს რა გჭირში. მეგობრებო, ჩვენი ფულიანი საქმის დაწყებას გაუმარჯოს. და ჯერ დაგვეწყო? ფაქტიურად დაწყებულია რა. ან ფული იშოვე? ვიშოვეთ. ანუ ნუ ეგ უკვე სიურპრიზია რა. ამოხერხე რა, დავიტანჯეთ, ხო ხედავ. ძმებო, ცეხი გავყიდე. რა? გიჟდები აი ესეთი სახეები რო გაქვს. ხო გეუბნები ვერ არის თქო რა. ხადაო? ბიჭო, ახალი საქმის წამოწყება ხო გვინდა რა? თან ტიპი მოვიდა და დღესვე მინდაო, თან კარგად იხდის რა. და გავყიდე რა. მე ვერ უთხარი, იქ ხალხი მუშაობსო? უთხარი ისიც შენზე სხვათა შორის რო შურუპში აჯენს მეთქი. და მე? არაფერი დღესვე დაცალე და ეგ ტიპიც წაიყვანეო რა. დღესვე? მართლა? ხო, რავი, არ გაგიხარდათ? არა, როგორ არ გაგვიხარდა, უბრალოდ კი, მაგრამ ცოტა ვერ დაგეწიე რა. არა უშავს. ხო, მოულოდნელი იყო. ეგ არაფერი. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ჰე. ავიღო? ხო გთხოვე, აღარ დამირეკვამ სხვადასხვა ნომრებიდან რა დავიღალე მართლა, მაინც არ დაგელაპარაკები ქეთი. უკაცრავად ანა ბრძანდებით. დიახ, ბოდიში. მე დიმიტრი ვარ, გოგას ადვოკატი. გამომცა თქვენი ტელეფონის ნომერი. გოგას დამ. დიახ, მე ძალიან დიდი ბოდიში რა სხვა მეგონა. დიახ, გისმენთ. დამიბარა რომ თუ რამე შეიცვლებოდა თქვენთვის უნდა დამერეკა. დიახ, მოხდა რამე მშვიდობა? მოკლედ მინდოდა მეთქვა რომ მე გოგას საქმეზე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ და მინდოდა რომ საქმის ყურში ჩამეყენებინეთ. ხო, მაგრამ რატო დამძიმდა საქმე თუ რა მოხდა? არა, გოგას საქმე აქ არაფერში ვაშია. ჩემი პრობლემები მაქვს.
პირად. ვერ გავიგე, ანუ თქვენი პირადი პრობლემების გამო შუა პროცესში საქმის მიტოვება შეიძლება? ესმის ძალიან წუხარ, მაგრამ არ შემიძლია. და ვერ გავიგე და ადვოკატის გარეშე დატოვება ადამიანის შეგიძლიათ? ჯერ ერთი გოგა ადვოკატის გარეშე არ დარჩება. ჩემზე უკეთესი ადვოკატებიც არსებობენ, რომლებიც ამ საქმის სიამოვნებით ჩაიბარებენ. მეორეც, მე რაც არ უნდა მოვინდომო, ჩემი ექიმები მაინც არ მომცემენ მუშაობის გაგრძელების უფლებას. რამე ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ? გულის სარქველი მაქვს გამოსაცვლელი. ძალიან დიდი ბოდიში რა რაღაც ახლა უხეშად გამომივიდა, არ ვიცოდი. არა უშავს. დარწმუნებულია რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ ბოდის გიხდით თქვენს გოგასაც და ეკასაც. არა, რას ბრძანებს? წარმატებები. კარგად ბრძანდებოდეთ. წარმატებები. ნახოთ. რუსარია! შამპანიურია? არა, მინერალური წყალი ჩავაწმევინე შამპანიურის ბოთლში. ჯუბაში უნდა გაგიკეთო. და რას აღნიშნა? თბილისში საუკეთესო ესთეტიური ცენტრის რემონტის დასრულებას. უკვე? დიახ. მე რა მაგარია რუსა. მოკლედ ტექნიკური პრობლემა ყველაფერი არის მოგვარებული, გადარჩა მთავარი. რა? ადამიანური რესურსი. ნუ ეხა მენეჯერობას და კოსმეტოლოგობას შენ შეითავსებ, მაგრამ კიდევ გვჭირდება კოსმეტოლოგი და ადმინისტრატორი. ხალხი გვინდა რა. ხო, იქ პრობლემაა. ვინც კარგია, ყველა მუშაობს. ცუდი კიდე ჩვენ არ გვინდა. რუსა, ვინმე რო გადმოვიპიროთ? იცი რა, ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ მაშინ უკეთესი პირობები უნდა შეთავაზო. მე არ მაქვს ეხა დიდი ხელფასების გადახდის საშუალება და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯობია ისევ ახალი ხალხი ავიყვანოთ. ხა, მართალია. მაშინ ინტერნეტში დავდოთ განცხადება. ეგ ვიფიქრე მეც. ამარ შეიძლება ძალიან ბევრი ხალხი მოვა. არა, პირიქით, ეგ არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ უფრო ადვილად ავარჩევთ ხალხს. თან გავინაწილებთ, რა ნაწილს შენ გაესაუბრები, ნაწილს მე. ეთერი სად არის, ძალიან მომენატრა. წავიდა ელედე მე უნდა გამოვიყვანო სკოლიდან. როგორ მიხარია ეს ქალი, რომ კარგად არის. მოდი რა ჯანმრთელობას გავუმარჯოს. მაგის ფასი არაფერი არ არის. ნამდვილად. Короче, თუ გამიშნე რა, იმ წამსვე დამერყე ჩემი ნომერი, ხო იცი? ხოზე ხარ ჩემი ნომერი. და შენს ბიჭების ყველა გააფრთხილე, რა კეთე, წავი. ბალუ. ვა, გოგა. ძალიან გაგიხარდა რა ჩემი ნახა. რატომაც არა შვები. სად არიან? აზე არა ვარ ზმო, იქ არ არიან სადაც. თავს ნუიდებილებ. წესიერადი ლაპარაკე ბიჭო, არ ვიცი მეთქი სად არიან. წინაზეც არ იცოდა. არა. მე ხა მართლა არ ვიცი. მომისმინე. მთელი თბილისი რო გადავატრიალო, მაგათ მაინც ვიპოვე. მე არ გაგიტყდეს რაღაცები რომ მოხდება, იმიტომ რომ მოხდება. მე რა უნდა გამიტყდეს ბიჭო, მე სვეძებ მეთქი. შენ რაღაცა ვეძებ. მეც მაგარ შარში გამხურეს რა. ნუ შენაირში არა, მაგრამ რაღაცა ნათესავს ბაითი აქვს რა. მოგვაქირავეო? მივაქირავეთ და დატყდნენ რა. აზე ხარ ბიჭო რეებში ბიანე გახურები. კაროჩე გაიგიდე რა.